აუ ნათი ჭუჭმის სარეცხი მანქანა უნდა გვეყიდა გვეყიდა მე შენ წახვედი და ჩექმები იყიდე მე პარტიის თათქარდის ორგანიზაციის კოორდინატორი ვარ შეიძლება შენ რატომ მოგძალით ხომ მშვიდობა დიახ თქვენი უბნის მაჟორიტეტს ბატონ ვარლამ ბარათაშვილს დავალეს უბნის სამმართველოთან შეხვედრას თუ თქვენ გაიმარჯვეთ ხვალ სამსაათზე ბატონი ვარლამი გესტუმრება რა კარგია გოგო idეები ჭირდება ხალხს რა გაუკეთო ხო და ვუცხათ რომ ჭუჭმის სარეცხი მანქანა უყიდოს ყველას იმ გამოგდეს მეფე თითქმის ჩვენი უბნის მაჟორიტარ დეპუტატი ჰე თათქარიძეზე გაშოვა სუფრა თავიდან ბოლო ხვალ საღამოს შეიძლება ჩვენთან უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ტელევიზიები და ამბები მართლა რა მაგარია მე თუ მკითხავთ შვილებო, მომავალზე უნდა ვიზრუნოთ. რა ვქნა ახლა მეორების სხვა ვთხოვ დეპუტატს კაი რაოთ, არა შენ ნუ მაიმუნობ ყოველთვის. არ მაიმუნობ მამა ამიხსენი რას ნიშნავს მომავალზე ზრუნვა გიხსნი მომავალზე ზრუნვა ნიშნავს გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვას დაიწყო ახლა მან ქარის წისქვილები და მზის ენერგია ეგაა მთავარი და იმიტომ თავარი ადამიანია ნიკოლოზ ადამიანი ბიჭო ადამიანს დაერხება ბუნებას თუ არ მივხედეთ მამა თქვი რა გინდა თორე ეს არ დაგვანებებს თავს მე რა მინდა მე ჩემს არაფერი არ მინდა. აბა ვისთვის გინდა ბავშვისთვის, ვატოსთვის. ხო და რა გინდა 1-6 ცხენი და დაფინანსება ცხენბურთის გუნდის. არ მინდა მე ცხენბურთელი. აბა რა გინდა? პროგრამისტობა მინდა. გაჩერდი ვატო შენ ბაბუას რაც უნდა ის გამოხვალ მამა ვერ გამოვა მე ცხენბურთელი უკვე გვიანია ჩემთვის. შენ ვერ გამოხვალ, შენი შვილი გამოვა. მისი შვილი გამოვა მომღერალი რატომ ვითომ? იმიტომ რომ ჩემი შვილი რაც მე მინდა ის გამოვა შენ შვილიშვილს მიხედე ვატო ბაბუ, ცხენბურთი მარტო სპორტი კი არაა. ჯანმრთელობა, ცხოვრების წესია, ვაჟკაცობა, სიკეთეა. ხალხო რა გინდათ ეს ჯანმრთელობა თუ ჰაერი იწამლება და წყალი შრება ნიკოლოზ გვაცადე რა ლაპარაკი წყალ და ჰაერს ეშველება, მთავარი ადამიანის ჯანმრთელობა. დეპუტატს უნდა გავაკეთებიოთ სპორტული მოედნები. ხო სპორტული მოედნები რო გვაქვს უკვე მაშინ აუზი. აუზიც გვაქვს მაშინ გააკეთოს პროგრამა ჰანტელები ყველას. ეგ რას ნიშნავს რას და სკოლაში ყველა ბავშვს მისცენ სავარჯიშო ჰანტელები, უფროს კაცელებს შედარებით მძიმე, პატარებს სუბუქი. კარგი რა მამა რა ჰანტელები რო დაურიგო ხო დახოცეს ერთმანეთი კაი კაცო, დახოცვა თუ უნდა თქვენითაც დახოცავა. მასე ვარჯიში თუ უნდა თქვენითაც ივარჯიშებენ ალო დიახ ეკა კი ნაცია ვარ კი უი კარგით მადლობა აიმე კოორდინატორმა დარეკა ახლა ხვალ 3 საათზე ბატონი ვარლამი გესტუმრებათ სახლშიო აბა დროზე დილიდან ბაზარში 3:30-ზე სუფრა უნდა იყოს გაშლილი გვინო ხო გვაქვს? ოთო ღვინოს გააჩერებ ნათი რამდენჯერ გითხარი კბილი მტყიოდა და ჩავიგუბე ვა ო კაი არა მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ. დღეს თქვენთან იყო მოსული კოორდინატორი და გადაწყვიტეს ხვალ 3 საათზე მოვა ვარლამ ბარათაშვილი. შენ ესე უცებ ამბებს საიდან იგებ ნათი ამ ქალაქში ჭორებს პირველი მე ვიგებ. იცით რა თხოვეთ? ლიკანა ლობჟანიძეს მეხუთე სართულიდან კოზაკის ჩექმები ჩამოართვან რა. რატო ჯერ ერთი საშინლად არ უხდება. თანაც მეც მაქვს ზუსტად ეგეთი ჩექმები და მაგის გამო ვერ ვიცვამ. კეთუსია ჩამორთმევით ვერავინ ვერაფერს ჩამოართმევს რადგან კერძო საკუთრება ხელშეუხებელია მართლა? ნუ მაშინ სხვა რამეს მოვიფიქრებ. მიდი აბა კორპუსიდან კორპუსში გადასასვლელი ხიდი გაგვიკეთონ. როგორ აი ანკასთან გადასვლა ჩემთვის ერთი დიდი ამბავია. უნდა ჩახვიდე, მერე 15 მეტრი უნდა იარო წინა კორპუსამდე, მერე 3 წუთი ლიფტს უნდა ელოდო და 5 თეთრიანები ხო ცალკე პრობლემაა. და ხიდი რო იქნება, პირდაპირ გადახვალ და გადმოხვალ. კორპუსიდან კორპუსში გადასასვლელი ხიდი არ არსებობს როგორ არა არსებობს უცუბიძეზეა მართლა? ნუ მაშინ არ გვინდა.
პუდელები დაგვირიგონ ყველას. რა პუდელი? პატარა ძაღლები როა, პუდელი არიცი რა არის? პუდელი როგორ არ ვიცი, მაგრამ რა გვინდა? ჩვენ უბას მაგრამ როგორ არ ვიცი, მაგრამ რა მთელი ქუჩა პუდელებით რო იბოძრავებს. ძალიან სვეცკობაა. და მე მაგ პუდელებს ვინ მოუვლის? პუდელების მოვლის სპეციალური სამსახური. ეგეთი სამსახური არ არსებობს. და შეგზან მერე. აი ნახე რა ეხლა. პუდერ ცხენი არ ჯობია. მამა, პუდელი და ცხენი ჩემთვის მაგალითად ერთ და იგივეა. პუდელები არ ვარგა. უცხოურია. კეთუსია. რამე ეროვნული ჯიშის ძაღლი რო იყოს? მაგალითად, კავკასიური ნაგაზი. კავკასიური ნაგაზი სვეცკობა არ არის. მაგას ჯობია რამე ახალი რადიო გაგვიხსან, სადაც მარტო გემოვნებიანი მუსიკა იტრიალებს. ხალხური. ჯაზი. რადიო ჯობია ტელევიზია. აუ, ტელევიზია ძალიან ძვირია. უფასო სოლარიუმი. აუ, ძალიან კარგია. მაგრამ მე პუდელების იდეა მომწონს. აუ, რატო წარმოიდგინე მთელი თათქარიძე დაზაგრული რო დადის ზამთარში. აი, ძალიან სვეცკობაა. ნადი რა გვინდა სვეცკობა? თათქარიძე ისედაც სვეცკობა არა. ხო. ჯობია რამე უფრო გლობალური მოვიფიქროთ. კარგი. ავტონომია გამოვაცხადოთ. რა ავტონომია? ჩვეულებრივი ავტონომია. ამ პირდაპირ დამოუკიდებლობა ჯობია. დამოუკიდებლობა რატო? ჯუჯა სახელმწიფო ვიქნებით. ვატიკანი, მონაკო, ლუქსემბურგი, თათქარიძე, სვეცკობაა ძალიან. თვით გამოცხადებული ანკლავი ვიქნებით. ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, თათქარიძე. არა, ეგ სვეცკობა არ არის. ო, გოიმობა, კეთუსია. აუ რა ძნელია რა, თან პოლიტიკა და თან სვეცკობა. ძალიან. როგორც ვატყობ ჩვენ საერთო იდეაზე ვერ შევთანხმდებით. ამიტომ მოდი ყველამ ჩვენი ვერსია უთხრა და იმან თვითონ აარჩიოს. სხვა გზა არ არის, მამიკო. კარგი. ნათი, ყველაფერი გადასარევია, ძალიან კარგი. ღვინო მოგეწონა? ძალიან, მამა. გონი მოვიდნენ. ნაცი. გამარჯობა, ყველა სახში ხართ? კი, დილიდან გელოდებით. კი, ყოლანი, ბატონი მაჟორიტარი სად არის? ქვევით არის და მალე ამოვა. კახა, შენ აი ესე გადაიღე რომ შემოვა, ხო? ბატონ მაჟორიტარს აქ დავხვდეთ თუ სუფრა? რა სუფრასთან? პატარა სუფრა გავშალე. მე არ იყო საჭირო. როგორ გეკადრებათ, აბა ასე ძვირფასტუმარს ყავას ხომ არ დამალები? როგორი სუფრა? ტრადიციული ოჯახური. კარგით, მაშინ იყოს არაუშავს, ჩვენ პატივცემთ ქართულ ტრადიციებს. იმიტომაც ხართ მართველი პარტია. ახლა დაურეკავ რომ ამოვიდეს მაშინ. ჩაშოშული ახლა გავიტანო თუ მე შემოვიტანო. მე იყოს. ბატონო ვარლამ, ამობრძანდით. აბა, მომემზადოთ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში და იქნება კიდეც. დავძაინთ ბატონო ვარლამ? მადლობ. უთარ დაჯექი. ბატონი ვალხო, ხომ არ ვიშლება? დიახ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. წინა საარჩევნო შეხვედრაზე ვიყავით თქვენთან. არაოლიმპიური სპორტის სახეობებს რომ შეგხვდით. მახსოვს სამბო. არა, რა სამბო. აბა დარცი? ცხენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავართ მე. ცხენბურთი ძალიან სასიამოვნოა. ჩემი ვაჟები, ოთარი, მომღერალია სასიამოვნოა ბატონო ვარლამ. და ნიკოლოზი, ალტერნატიული ენერგიების წყაროების ექსპერტი. ოჯახ. ალტერნატიული ენერგიები ძალიან გვჭირდება ბატონო ნიკოლოზ. ჩემი რძლები, ნათია და ნათია. სასიამოვნოა ძალიან და ძალიან. და აგრეთვე ჩვენი გარის მეზობელი კეთუსა. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. 1994 წელს მის თბილისზე მის მარჯვენა სანაპირო რო გავხდი, ბატონი ვარლამი ჟიურის წევრი იყო. რა პატარა ეს თათქარიძე მოკლედ. ძალიან პატარაა, ძალიან. ბატონო ვარლამ, დაღლილი იქნებით, მიირთვით რა ძალიან გთხოვთ. კაცო, დილით კი წავისაუზმე პერევალზე, მაგრამ მაინც შორი გზა პერევლიდან აქამდე, ა? ბოლო-ბოლო გადმოგაქვთ პარლამენტი ქუთაისიდან თუ ვერა? გადმოვიტანთ, აუცილებლად გადმოვიტანთ. და როგორ საკონსტიტუციო უმრავლესობა რო ჭირდება? მაშინ დავტოვეთ. კი, მაგრამ რო წვალობთ დეპუტატები აქეთ-იქით მგზავრობაში. ჩემონათია დეპუტატობა საერთოდ წვალება არის. როგორც ხალხს უნდა, ისე უნდა მოვიქცეთ. თუ სამშობლოს დაჭირდა არა მარტო ვიწვალებთ, არამედ დავიტანჯებით კი. ძალიან კარგი. მაშინ ბატონო ვარლამ, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს. ჩვენ საყვარელ საქართველოს, ულამაზეს, უკეთილეს,
ძალიან მაგრეს მათო. გაუმარჯოს საქართველოს დიდ ლამაზ და ძლიერ ქართულ ოჯახს გაუმარჯოს. გაგიმარჯოთ, გაბუნიებო, გაგიმარჯოთ. მადლობთ. გაგიმარჯოს ბატონო. ფოტოგრაფიას ბავშვი თუ ყავთ გადავიღებო. ისა ბავშვი თუ ყავთ სახში, სურათს გადავიღებ. კი ყავს ბიჭი. ბიჭი კარგია, რამდენი წლის არის? 14-ის. 14-ის დედია, ვეთქვი რა მოვიდეს. ეზილი კარგი. არ გვინდა ბიჭი. ბატონო არლამ, მიირთვით რა რამე. კი ბატონო, მივირთმევ თან საქმეზეც გადავიდეთ. გადავიდეთ კი ბატონო. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ხალხის ხელისუფლება ვართ. დიახ. კი ბატონო. შესაბამისად, ხალხი ჩვენგან ქმედებას ითხოვს კონკრეტულ საქმეებს, დახმარებას, კეთილდღეობას, აყვავებას. ალბათ როგორ გაწუხებენ? ჩვენი საქმეც ეგ არის. მართალია ხალხი. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ხალხიდან წამოსული იდეები, ესეთი ქმედითი, დახვეწილი, მომუშავე. გისმენთ? კი ბატონო, მე დავიწყებ. დაიწყეთ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ხალხს ჭირდება ჯანმრთელობა. მე ხო გავაკეთეთ საყოველთაო დაზღვევა. არა კი, მაგრამ მე ვიგულისხმე ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ფიზკულტურა, სპორტი. სპორტი კარგია, კარგი მინისტრიც ყავს, კაი ოჯახიშვილი. ხო და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა აღგვედგინა ცხენბურთი თათქარიძეზე. ცხენბურთს თამაშობს საქმე? ჯერ არა, მაგრამ ერთი 5-6 ცხენი რომ ჩამოგვეყვანა. 6-ნი თამაშობენ ცხენბურთს? ო, მინიცხენბურთს კი. 5 ძირითადი და 1 სათადარიგო. მინიცხენბურთიც არსებობს, კაცო? აბა რა. იცით რა არის ბატონო ვახტანგ, ჩვენ უფრო აი მასობრივი გვჭირდება რაღაც, აი მაგალითად ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ არსებობს ისედაც. ვაი მაგარზებობას. ცხენბურთი არისტოკრატული სპორტია. გეთანხმებით ნამდვილად, მაგრამ აი ჩვენ როგორი იდეა გვჭირდება, იცი აი ხალხი რომ აიტაცებს, აი მასობრივი რო გახდება. გაქვთ რამე სხვა იდეები? მე მაქვს. მე მაქვს. მოგეხსენებათ ბატონო ვარლამ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკოლოგია. კი ბატონო, ეკოლოგია შემოვლო ჩემი თავი. ხო და ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. პროგრესს ვერ გავექცევით. არა, არც უნდა გავექცეთ, უბრალოდ ალტერნატიული ენერგიის წყაროსაც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიფიქროთ აუცილებლად, უნდა ვიფიქროთ. ამიტომაც კარგი იქნება თუ თათქარიძეზე ყველა კორპუსზე მზის ენერგიის აკუმულატორებს დაგვიმონტაჟებდით. არ გამოვეგ ამბავი. რატო? იმიტომ რომ თურქული არ ვარგა, გერმანული ძალიან ძვირია. რა? ყველაფერი, მათ შორის მზის ენერგიის აკუმულატორებიც. სადე იქ ჩემთან დაჩაზე დაყენება, იქნება რამე გამოიმუშაოს მეთქი, მაგრამ შენ წარმომიხვდე. ჯერ თვითონ მიცაყენებ და იმათ მარიცოდნენ, ვერ დამიყენეს წესიერად. მე ხან ღრუბელი მოვიდა, ხან რაღაცა უბედურობა დატრიალდა, მოკლედ გამაწამა რა, გამაწამა. ადრია ჯერ მზის ენერგიაზე საუბარი. ჯობია ჰესებს მივაწვეთ. აბა, გვაქვს კიდევ სხვა იდეა რამე? მე მაქვს. თლა იდეაც არ არის, მაგრამ პრინციპში იდეა. გისმენ? ბატონო არლან, მე ბავშვობიდან მღერი. ანსამბლ მამაპაპუში მეორე ხმა ვარ. მამაპაპური ვიცი. ხო და ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა სცენაზე დგომის, სიმღერის რეპეტიციის და ვიფიქრე ახლა რომ ეს გამოცდილება იქნებ ჩემ სამშობლოს გაუზიარო თქო. რა თვალსაზრისით? იმ თვალსაზრისით რომ ვინმეს მაგალითად რამე თუ უნდა ბიზნესის მართვა ან რაღაც ეგეთი. დიდი სიამოვნებით დაუდგებოდი გვერდში. კაცურად. ეგ ძალიან კარგი, მაგრამ დიდი ხანია უკვე მე ჩემი ბიზნესებს აღარ ვმართავ. აბა? ამერიკელების ჰოლდინგს გადავაბარე, მას შემდეგ რაც პოლიტიკაში წავედი. თონების ქსელსაც ამერიკელები მართავენ? თონების ქსელსაც, მეღვინეობის ხარხანასაც და ფაფახების ატელიესაც. მე ამერიკელებმა იციან ქართული კულტურის თავისებურებანი ბატონო ვარლამ. ოთარი ხო? ოთო. ჩემო ოთარ. ამერიკელებმა ყველაფერი იციან. მე მაქვს იდეა. გისმენთ? უფასო სოლარიუმები რო დადგათ მთელ თათქარიძეზე. არა გენაცვალე, არ გამოვა ეგ ამბავი. რატო? ქონდა მე სოლარიუმია თუ რაღაც ჯანდაბა. მომივარდნენ ერთ დღეს ლუმპენ პროლეტარების პარტიიდან, ხალხს ასხივებო, ავადებო და ავიკიდე შარი, შარი არა. ესე იგი ჩვენი იდეები არ გამოგადგათ ხო ბატონო ვარლა? ერთი გამოსავალი მაქვს. რაღაც იდეები მოვიფიქრე მე თვითონ. შემოგთავაზებ და რომელიც მოგეწონებათ, ის ავირჩიოთ და გავაკეთოთ. თქვენება? არავითარ შემთხვევაში.
აი ნება სწორედაც რომ თქვენი უნდა იყოს. გისმენ? ესე იგი თათქარიძეზე მინდა გავხსნა თათქარიძის ქუჩის ვარსკვლავი. აი მე რა კარგი იდეაა, რაღაცნაირი თათქარიძული. კარგია, მაგრამ იქ უმრავლესობაში დამიწუნეს ძალიან სვეტსკურიაო და ხალხი ვერ გაიგებს. კი, ეგრეა. ხალხი ვერ გაგიგებთ, თქვენგან სულ სხვა მოლოდინი აქვს ბატონო ვარლამ. კიდევ ფიქრობდი დომინოს სათამაშო ფანჩატურები ჩამედგა ეზოებში უმუშევარი თათქარიძელებისთვის. მე მაგას აჯობია. ხო, მაგრამ უმუშევრობის წახალისება არისო და დამიწუნეს. კი, ეგრე გამოდის. კიდევ მინდოდა ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი, მაგრამ ძალიან დროში გაწერილი პროცესიაო, 3-4 წელი დაჭირდებაო. ჩვენ კიდევ მყისიერი ეფექტი გვირდებაო და დამიწუნეს. ხო, მაგას დრო უნდა. კიდევ ერთი იდეა მქონდა. ზამთარში რომ იყო შედარებით თბილი ამინდები და ზაფხულში გრილი. ეგ მართლა მაგარია. ეგეს დაგიწუნეს ბატონო ვარლა. არა, კაკრაზე ძალიან მოეწონათ, მაგრამ ასე არა ვარ, როგორ უნდა გავაკეთო. რთული მდგომარეობაა. როგორ ხვდები თქვენ მეტი იდეები აღარ გაქვთ. იცით, ჩვენ გვაქვს ერთი იდეა. ჭურჭლის სარეცხი მანქანები რომ აჩუქოთ თათქარიძეზე ყველა ოჯახს. მოიცა. როგორ? ჭურჭლის სარეცხი მანქანები საჩუქრად ყველა ოჯახს. ძალიან მაგარია, არა ეკა? კი ეს ნამდვილად ყველას ჯობია. ხო, მაგრამ ვისაც უკვე აქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა? სხვა ტექნიკას ვაჩუქებთ. მაცივრებს, ტელევიზორებს, სარეცხ მანქანებს. რა ვიცი, ვისაც რა მოუნდება, იმას ვაჩუქებთ. რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი იდეა, რას თავარია, მარტივი და პრაგმატული. მოდი, ამ ჭიქით, ჩემო ძვირფასო სუფრის წევრებო, მე მინდა გენიალურ მანდილოსნებს გავუმარჯოთ. კეთუსიას გაუმარჯოს. აუმარჯოს. ეკას გაუმარჯოს. აუმარჯოს. ჩვენს მეუღლეს გაუმარჯოს საბერძნეთში ქალბატონ ნათელას და რას თავარია? გაუმარჯოთ ნათიას და ნათიას. გაუმარჯოს. ნათიას და ნათიას. წავედი ეხლა მე, გვიანია ძალიან უკვე. იყავით ბატონო ვარლამ. ყველას ძინავს უკვე. თან ეხა ოთო და თქვენი ოპერატორი ღვინოს მოიტანს და საუბარი გავაგრძელოთ. საუბარი კი კარგია, მაგრამ მართლა გვიანია. 2:15 წუთია, რა გვიანია? ჩაშული ხო არ გავაცხებო? არა, ანუ შეწუხდები. რა შეწუხება? არ გვინდა ჩაშუშული, ისე ვილაპარაკოთ. კარგი. მაშინ ბატონო ვარლამ, მე ისე უძველ თემას დავუბრუნდები, რაზეც ახლა საუბარი არ მაცადეს. რა თემას? ეკოლოგიას. ეკოლოგია მთავარია. მე მთავარი თუ არა, რატომ არ აქცევთ ყურადღებას მთავრობა? ნიკა, მე მთავრობა არ ვარ, მე პარლამენტი ვარ. რა შუაშია ეგ? რამოდენიმე ინიციატივა საკანონმდებლო დონეზეა ასაყვანი. ახლა ეკოლოგიაზე კანონი უნდა ზრუნავდეს. მე ხო ზრუნავს, კაცო. ხეების მოჭრა ხო აკრძალული. აკრძალულია კი, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის. აბა რა ვქნათ? უნდა ვიზრუნოთ ფლორაზე და ფაუნაზეც. მე ხო ვეხმარებით სოფლის მეურნეობას, ბატონო. რა შუაშია სოფლის მეურნეობა? როგორ თუ რა შუაშია? იმ ფერმერებს რომ მიწები დაუხანი და ძეთ სიმინდი დათესეს, ის ფლორა არ არის? იაფიკრეთ ითით რომ ხალხმა ძროხები შეიძინა, ის არ არის ფაუნა? ველურ ბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ, ბატონო ვარლამ, ველურს. გარეულ ცხოველებს? დიახ, გლებს, ტურებს, მელიებს, მაჩვებს. ეგ შენი მელიები და ტურები რომ გლეხს ქათამს პარავენ? სამაგიეროდ ბიომრავალფეროვნება გვაქვს. ბიომრავალფეროვნება არ უნდა გლეხს, გლეხს უნდა ქათმის ხორცი. ქათმის ხორცი უნდა ტურასაც და მელიესაც, მეტი კი არაფერი. ხო, მაგრამ ეგ შენი ტურა და მელია რომ თავისით იშინაურებდეს ქათამს, ფერმას აშენებდეს, ბიუჯეტში გადასაღად იხდიდეს, ვინ არის უბატონო თხმის გამცემი, მაგრამ არა ბატონო, მაგაც ხვიცი ნაოფარის მოპარვა და მითვისება უნდა. ბატონო ვარლამ, დედაბუნება სხვანაირადაა მოწყობილი. ცხოველების ბუნებას ჩვენ ვერ შეცვლით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მათ. ვუფრთხილდებით ბატონო, ვუფრთხილდებით შეძლების დაგვარად. არა, საკმარისი ეს. თქვენ იცით რომ მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე ბაყაყის 4 უნიკალური სახეობა ბინადრობს. 4-ვე შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ეგ რა შუაშია? იმ შუაშია რომ ქართველ ბაყაყს გაფრთხილება არ უნდა? ნიკა, შენ თუ იცი, რატომ აღარ ვაშენებთ ლაზიკას? როგორ არ აშენებთ? აშენებთ. პორტს ვაშენებთ, მაგრამ ქალაქს ხო აღარ ვაშენებთ? გალაქს ხო? ხო და თუ იცი, რატომ აღარ ვაშენებთ ქალაქს? რატო? იმიტომ რომ ქალაქის აშენების სანაცვლოდ კოლხეთის ჭაობები უნდა დაგვეშრო. ანუ ლაზიკა მაგით არ შენდება? აბა რა? რად გვინდა ზღვისპირას ახალი ქალაქი, თუ მისი აშენების სანაცვლოდ ქართველი ბაყაყი განადგურდება? უნიკალური ბაყაყი. მით უმეტეს. ძალიან რთული თემა. ძალიან.
ასეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რომელი უფრო მნიშვნელოვანია: ბაყაყი თუ პორტი, მელია თუ გლეხკაცი, ენერგია თუ ბუნება. ბუნება მაინც უფრო მნიშვნელოვანია. ერთ რამეს გკითხავ ნიკა. გისმენთ. ხუდონხესი უნდა აშენდეს თუ არა? არ უნდა აშენდეს. მერე ენერგოდეფიციტი რომ გვექნება ცოტა ხანში, შუქი რომ გამოირთვება, ის 100 ახალი საწარმო რო გაჩერდება? უნდა აშენდეს. მერე იმ ხალხს რო აყრა არ უნდა იმ ადგილიდან, რომ მიჩეულია იმ ადგილას ცხოვრებას, რო უყვარს ის ადგილი? არ უნდა აშენდეს. შუქი რო გამოირთვება? უნდა აშენდეს. არ უნდა აშენდეს. დავიბენი რა. მაგაშია საქმე. რთული გადაწყვეტილებებია მისაღები. ქვეყნის მართვა ძალიან რთული საქმეა. ძალიან. კი, მაგრამ გამოსავალი არ არის? არ ვიცი, ალბათ არის, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრებო. ხოდა დავფიქრდეთ. ეხლა დავფიქრდეთ? ეხლავე დავფიქრდეთ. კი, ბატონო. დავფიქრდეთ, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. გისმენთ. ჩაშუშული გავაცხელოთ. არის ჩაშული გავაცხებო. იმ ქართულ სტუმართ მოყარეობას გაუმარჯოს. საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბარში ისე რომ შეგიყოლიებს, რომ ვეგარ ხვდები რომელი საათია. ისეთ ბაჯაღლო ხალხს რო გაგაცნობს მათთან ურთიერთობაში სუფრასთან, ხელმეორედ რომ მოგშვიდება. აი ამ ქართველობას გაუმარჯოს, აი ამ სიყვარულს გაუმარჯოს, აი ამ გაცხელებულ ჩაშუშულს გაუმარჯოს. შემწვარ ხინკალს. აი ამაზე ვაქვს ლაპარაკი, აი მაგას გაუმარჯოს ზუსტად. ბატონო ვარლამ, ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. აბიჯო ღვინოა? წავედი ახლა, გვიანია ნამდვილად. გასამოთ ბატონო ვარლამ. ყველას ძინავთ. გავაგზავნოთ კიდე ჭუკ-ჭუკი ცოტა ხანი საერთაშორისო პოლიტიკაზე. ბრძანდებოდეთ. ჩინეთის მზარდ ინტერესებს არ ითვალისწინებთ თქვენ ბატონო ოთარ. ჩინეთის მზარდი ინტერესები აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩინეთის მზარდი ინტერესებს ინდოეთის მზარდი ინტერესები დააბალანსებს თქო ბატონო ვარლამ. ნახოთ ბატონო, ნახოთ. აგერ მე და აგერ ინდოჩინეთი. ე ბატონო. ჩემო ნიკუშ, კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ვარლამ. ალტერნატიული ენერგია ჭირდება კაცობრიობას და აბაშინიც. ვიცი ბატონო ვარლამ, ვიცი. ჩემო ოთარ, რაც შეეხება შენი დასაქმების სიყვარულს, რაღაცას მოვიფიქრებთ. დაგელოდებით ბატონო ვარლამ. ოღონდ ცოტა დრო მომეცი ახლა. რა პრობლემაა? როგორც ჩემი დიდი ბაბუა ქაიხოს რო გაბუნი ამბობდა, არ მინდა თქვენი საყდენი წერტილი ცოტა დრო მომეცით და დედამიწას მეც ამოვატრიალებ. მოიცა. ქაიხოს რო გაბუნია. აჯანყებაში რომ მონაწილეობდა, ის ქაიხოს რო გაბუნია? კი, ზუგდიდში ყავდა საფოსტო მტრედები. კი, თქვენ საიდან იცით? ოთარ, შენ ნამდვილად იმ ქაიხოს რო გაბუნია შვილიშვილი ხარ? კი, ნამდვილად. ბებია ჩემის, ოლიჩკა დადიანის ნათლია იყო ქაიხოს რო გაბუნია. არ გადამრიო ბატონო ვარლამ. ჩვენ გამოდივართ ერთმანეთის ნათესავები. ახლო ნათესავები. კი, უახლოესი ვარლამ. ნამდვილად. ხოდა ავიღუპე. არ გამოვა შენი დასაქმების ამბავი. რატო? ნეპოტიზმიაო იტყვიან. ვინ იტყვის? ოპოზიცია, ჟურნალისტები, ის პატარა გოგო რო ყავთ პარლამენტში გამოვარდება და ატეხავს ერთ ამბავს. ვინ ეკითხებათ მაგათ ჩვენ ამბავს? არავინ. მაგრამ ატეხავენ ერთ ამბავს. ნათესავები მოყავთო, ნეპოტიზმიო, 1000 უბედურებას მოიფიქრებენ. არც ისი ახლო ნათესავები ვართ ახლა ბატონო ვარლამ. რას ამბობთ ახლა თქვენ? თქვენი დიდი ბაბუის ნათლული შვილიშვილი ვარ მე, თქვენი სისხლი და ხორცი. აბა აღარ გამოვა ეს ამბავი? აღარ გამოვა ეს საქმე. არ გეწყინოს ოთარ. წავედი ახლა მე. ბატონი ვარლამი მართალია ოთარ, ვერ გამოვა ეგ საქმე. არ გამოვა და ნუ გამოვა რა ბატონო ვარლამ. აი ეს საქართველო მიყვარს ზუსტად რა. თქვენ გენაცვალე. მიჭირიმე ბიჭებო. გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ. ოე, ფანაჯანო. ერთი გადაგვიღე რა, გავდივარ.
შემოთან გულზე ხელი დაიდა და მითხარი ახლა გული ხო არ წდება რას ამბობთ ბატონო ვარლამ თქვენ მე არ მიცნობთ ოღონდ ჩემ სამშობლოში ნეპოტიზმი არ იყოს და სად ვარ მთელი ცხოვრება უმშევარი ვიყო იხარე ჭერო ვაკუდი მტერო გამარჯოს ბაბუ, ხო ბაბუ დეპუტატს რა უნდა და გუშინ? დახმარება უნდა და ბაბუ ჩვენ უნდა დავხმარებოდით? კი რაში? ჩვენ უნდა დავხმარებოდით რომ მოეფიქრებინა თვითონ როგორ დაგხმარებოდა მე მოიფიქრა? კი ბაბუ ცხენბურთის გუნდს არ გაკეთებინებს, ხო? მაგაზე ვარ იმითხრა რაღაც უფრო მასობრივი გვიდაო თუ რაღაც ვერ გავიგე გეწყინა ბაბუ. კი მარა ეგ არაფერი მაგაზე ვარ ეს იმედგაცრუება გადამიტანია ცხოვრებაში ბაბუ ბაბუ, ხო გუშინ მთელი ღამე ფიქრობდი და რაღაც მოვიფიქრე. რა მოიფიქრე აღარ მინდა პროგრამისტობა. რატო აღარ მინდა სხვა რაღაც უნდა გამოვიდე. ცხენბურთელი უნდა გამოხვიდე ბაბუ არა, არც იქ. აბა პოლიტიკოსი უნდა გამოვიდე. მე დეპუტატი გავხდები და ცხენბურთის გუნდის გაკეთებაში დაგეხმარები. ბაბუ არ გინდა პოლიტიკოსობა მაგას ჯობია ისევ პროგრამისტი გამოხვიდე